ანუ ხვიჩა ტატუები გაიკეთა, ახალი ტატუები, ხელზე მთლიანად და ამის ფოტო იდო. და მე ვატყდა ერთი ამბავი. ჯადოები აქ ისე გაკეთებულიო? საგარეულოდ 10-დან 8 ადამიანსო ჯადო აქვსო საქართველოში. ამ ჯადოების პანდემია გვაქვს, ეპიდემია. ჯერა შენ. კორიანტელი. ღორი? კორიანტელი. კორიანტელი, ნუ ყვირი ხარ. დავიწყოთ. ოჯახური გადაცემა. გადაცემა. გვანცა და გიორგი. სოლქმარი. სოლქმარი. გიორგი როგორ ხართ? გამოუძინებელი. დღეს დიდი UFC იყო და. წესით მეც გამოუძინებელი უნდა ვიყო, მაგრამ ვერ გავიღვიც. ერთად გვენახა. ბრძოლა იყო, რომ მაგის გამოტოვება არ გამოვიდოდა. მეც მინდოდა, მაგრამ თავი ვერ ავწიე. ეს იყო სტრიკლანდი ჩიმაევი. ვინც იცის მიხვდება რაზე ლაპარაკი. იმედია ძალიან ხმაური არ არის. ეხლა ჩაწერა დავიწყეთ თუ არა რა ვიღაცის ზაღმა დაიწყო ყეფა ეგრევე გარეთ და მაგრამ წინაზე кай ხმა იყო და წეს და უნდა შეგვიშალოს. ხო, თან კვირა დღე არის რომ ვიწერთ და ვიფიქრეთ რომ ისეთი ხმაური არ იქნება თქო და ისტერიკა ატყდა ძაღლიყებს რაღაცა სატვირთოები მოძრაობენ პროფილაქტიკა ამუშავდა. ხო. აი რაღაც საშინელი ხმები გამოდის. ჩიტები ჭიკჭიკებენ ძალიან ბევრი ერთად. ძაღლი იყეფება. აღარ იყეფება ახლა, იყეფებოდა. ძალიან ქაოსია. ზოზე ხო. ხო, ეს რატო მაგას შევ? აი ხა დავაფიქსირე ამ პოდკასტის ჩაწერების დროს. ამასეთაც ხო დამცინე ამაზე. ცკაია ვასვენებ ხარ. თუ კუნთები ჩანს. კუნთებს ამარიაჟებ. მუსკული ერთი. მუსკული, პატარა მუსკული. მისტერ მუსკული გახსოვს? კი. რაღაცას ვუსმენ. ხო? ეხლა სანამ ჩაწერას დავიწყდით, აუსკროლე ერთი და შემხვდა ესეთი რაღაცა. წავიკითხავ რა. დაგატკელა მაზად იქიდა. ხო. მონა ლიზა მალავდა დაავადებას, რომელიც მედიცინამ მხოლოდ 346 წლის შემდეგ აღწერა. რა დაავადება? წავიკითხავ. ლეონარდო და ვინჩის ცნობილი ნახატი მონა ლიზა, რომელიც მე-16 საუკუნის დასაწყისში შეიქმნა, შესაძლოა მემკვიდრეობითი დაავადების პირველად ასახვას შეიცავდეს, რომელიც მედიცინამ ოფიციალურად მხოლოდ მე-19 საუკუნეში აღიარა. საუბარია ოჯახურ ჰიპერქოლესტერინემიაზე, გენეტიკურ დაავადებაზე, რომელიც ხელს უშლის ორგანიზმს ცუდი ქოლესტერინის სათანადოდ მოცილებაში. მეცნიერებმა პორტრეტში ორი დეტალი შენიშნეს. ქალის მარცხენა ქუთუთოსთან მოყვითალო ლაქა და მარჯვენა ხელზე მცირე შეშუპება. თანამედროვე მედიცინაში ეს სიმპტომები ცნობილია როგორც ქსანთელაზმა და ქსანთომა, ქოლესტერინის მომატებული დონის დამახასიათებელი ნიშნები. დაავადება ოფიციალურად მხოლოდ 1852 წელს იქნა აღწერილი. კვლევის ავტორის ნორვეგიელი ექიმის თქმით, და ვინჩის ნახატი შესაძლოა ისტორიაში დაავადების პირველი ჩაწერილი გამოსახულება იყოს. ვაუ. ნუ რა მაგარი მხატვარი უნდა იყო? აჰა. ქოლესტერინი როაკლი ადამიანს ეგეც ასახო. არა, პირიქით, ცუდი ქოლესტერინის მოცილება. ხო და ეს მონა ლიზას შეშუპებული ხელი და მოყვითალო ლაქა. თორმე ამას ნიშნავს. გცხელა ხა? კი. ხო, მე ცოტა ხანი დაუჯექი სანამ შენ ემზადებოდი და გავგრებდი თავიდან მეც მცხელოდა. შენ ხო გიყვარს ესეთი ამინდა? აი ეს არის მაქსიმუმი რა. ამაზე მეტი აღარ უნდა იყოს. მე წუხდები უკვე, იმიტომ რომ ანუ მოკლე სახელოიანით რომ დადიხარ და მოძრაობაში რომ ძალიან გცხელა, უკვე შემაწუხებელია ის სიცხე რა, ჩემთვის ეს. კი ბატონო. ხო. ესე იგი, ესეთი ამინდი იყო, რომ ვიწერდით. არა, ნუ ცოტა გრილა და 30 მარტი იყო. ხო. და მის მერე პირველად გამოვიდა ესეთი ამინდი ჩაწერის დღეს, რომ გარეთ გამოვედით. სუქარები იყო. ხო, ქარი შეგვიშლიდა ხას 30 მარტამდეც იყო, მაგრამ 30 მარტის მერეც წარმოიდგინე თუ ნახევარია ქარია.
მე კმაყოფილი ვიყავი იმ ამინდებით და ამ ამინდების რა მოგახსენო? სხვა რა ხდება? სხვა UFC-ს თემა გავაგრძელოთ, ეს უცებ ჩავერთე უბრალოდ და ილია თოფურიას და ტრამპის შეხვედრის ამბავი. ხო, ტრამპ მანამდე პრესკონფერენციაზე იყო გაწევ გამოწევა. ხო, ეგ ვერ გავიგე მე. მეც რაღაც ნაწყვეტი ვნახე, კარგად ვერ გავიგე, მაგრამ მე როგორც გავიგე, ალექს პერეირა კიდე ერთი მებრძოლი იმას გამოესარჩლა, იმიტომ რომ რაღაცა ამაზე რაღაც ტრეშტოკი მიდიოდა რა, როგორც ხდება ხოლმე და რაღაცა ზედმეტები მოუვიდა იმას და ეს გამოესარჩლა და იმან კარგად ინგლისური არ იცის თუ რაღაცა და ვერ მიხვდა რა შეუნებოდა ის რა. ხო და მან ხო ყველაფერი მოსულა ხოლმე, რა ვიცი, დიდას აგინებენ ხოლმე ერთმანეთს. ხო და არ მოსულა ყველაფერი რა, ხო რაღაცებისთვის კაკრაზაი, ილია და ისიც პერეირას და რაღაცები არიან რომ ამბობენ რომ რაღაც ოჯახზე შეხება და რაღაცები არ მოსულა ხა. რაც გინდა თქვი, მაგრამ ცოლზე რაღაც ის თქმა და დედაზე და შვილებზე არ მოსულა რა. რაც არ უნდა ის იყოს რა ქვია, შოუ იყოს. ხო და მაგის გამო გამოესარჩლა და მე იმათმა მადლობა გადაუხადეს და ჩვენიანი ხარო და ხო მაგრამ რაზე იყო ვერ გავიგეთ არ მახსოვს რაღაცა მის შეყვარებულზე თუ ყოფილ girlfriend-ზე თუ რაღაც ეგეთი თქვა რა ზუსტად არ ვიცი ის ცდილობს თავი გამოიჩინოს და ის შეიქმნას პოპულარობა მაგითი რა მოკლედ და ეგეთები კარგად არ ამთავრებენ ხოლმე მე სადღაც ხო ხო და ტრამპს რო შეხვდა კი ტრამპი დატროლა მე მან ქვია თოფურიამ ტრამპმა უთხრა ტრამპი ისა თოფურია ებრძოლება გეიჯის 14 ივნისს არის თეთრი სახლის ჩატარდება UFC-ს მორიგი ივენთი და ღონისძიება და ისე ღონისძიება უფრო ხდება UFC-ს ხო კი სახა ყოჩახ ხო და უძილობა ვერაფერს გაკლებს ხო ხო და იმაუთ ხარო ისა გეიჯიო ჩემი მეგობარი არისო და პატრიოტი კაცი არისო ტრამპი ეუნება და ილიამ უთხრა შენი მეგობარი თუ არა ჩემთან რასაჩუქრებთ არ გეწოდებათო აიგე რატო გაწირე ჩემთან ხო რატო გაწირე ჩემთან საბრძოლველად და მანამდე ბოლოს მეგონი ქართველი ვინ შეხვდა ტრამპს დვალიშვილი იყო მანამდე და ხო რაღაცა უნდა ჩავრთოთ დიპლომატიაში ხალხი იმიტომ რომ სხვანაირად არ გამოგდის და სპორტსმენების პოლიტიკაში წასვლა ცუდად თავდება ხოლმე და სხვები ვერ მიდიან ვერავინ ვერ მივიდა ტრამპამდე სხვა ქართველი პოლიტიკოსი და ისევე გენი თუ მივლენ და მართალია არა ისე რომ დაფიქრდე აი სპორტსმენებს რო გავლენა აქვთ ადამიანებზე აი ეგეთი არ ვიცი რა აი წარმოიდგინე ხა ამ გახსენებაზე, გავლენაზე და სპორტსმენზე, აი ხ მაგალითისთვის რა. დღეს შემხვდა ეგეთი პოსტი ხვიჩაზე. ერთი ადამიანი წერს, რომ ანუ ხვიჩა ტატუები გაიკეთა, ახალი ტატუები, ხელზე სიმთლიანად და ამის ფოტო იდო გავრცელდა ესე რა. და ნუ ატყდა ერთი ამბავი საქართველოში ხო ტატუებზე ისა აქვთ, გაგიჟება აქვთ რა და ერთ-ერთი წერს რა რომ ეს ციტირება აქვს მოყვანილი ნაკაწრებს ნუ გაიკეთებთ ტანზე თქვენი მკვდრისთვის და წარწერებს ნუ გაიკეთებთ მე ვარ უფალი ჭყალებში აქვს ეს მოყვანილი და მე უწერია რომ სამწუხაროა რომ სპორტსმენმა რომელსაც მთელი საქართველოს და არა მხოლოდ საქართველოს ახალგაზრდა თაობა გულშემატკივრობს ასეთ მაგალითს აძლევს ახალგაზრდობას სტატუს გაკეთება არის ცოდვა და მას კრძალავს უფალი წმინდა წერილში და მე პირველივე კომენტარი გადავედი კომენტარებს დამაინტერესა და პირველივე კომენტარი არის ესეთი. კიდევ იმედს ვიტოვებ რომ ეს ფოტო ფეიკია რაც გავრცელდა. მაგალითად მომყავდა ჩემს შვილთან ნახე ხვიჩას არ აქვს სტატუ თქო. და ნუ აი ესეთი ხო ქონდა კაცო რა არა ეს დაიმატა ხო ეგ ერთი და მე მეორე აი ეს რაღაცა ის რო იციან ხოლმე აი გაღმერთება რო იციან ხოლმე რა ადამიანია ესეც ჩვეულებრივი და სტატუს შეიძლება კონდეს და საყურეც გაიკეთოს და აი ესე რატო ერევიან ადამიანების ხვის ცხოვრებაში ამ დონეზე რომ აი ეს ნაკაწრები გაიკეთა და დაბა ცოდვილია ეხლა და აი ამეც აღშფოთი მოკლედ რეაქცია. და იმას ვამბობდი რომ წარმოიდგინე სპორტსმენებს აი როგორ უნდა გიყვარდეს ადამიანი რა. ეს ხო ის არის რომ აი გული შეტკივათ. მარტო ის კი არ არის რომ ლანძღავენ რომ ფუ აი ტატუ გაიკეთა. არა. ეწყინათ ეს რომ აი ხვიჩა ესეთი იყო და იქ რაღაცა პირჯვარს იწერს რაღაცა მორწმუნეა ხო რაღაცა ისე ვიცნობთ ხვიჩას რა.
და ეს პატრიარქს მიუძღვნა იქ გოლი და ეგეთი რაღაცები რა და აი ეს ეწყინა ხალხს რომ ტატუები როგორ გაიკეთა რა და ანუ წარმოგიდგენ ხვიჩა და მისთვის აი სრულიად უცხო ადამიანები რომლებსაც ეს ეწყინათ და ნერვიულობენ და გლოვობენ ამას რომ ხვიჩამ ტატუები გაიკეთა. ხო, რა სიზამ. ხო და ეს რანაირად ხდება ესე უცხო ადამიანზე ესე როგორ უნდა გააფანატო რა. ხო, მისი ეხა კონკრეტულად იმაზე არ ვიძახი, ყველას თავის მიზეზი აქვს, მე რაღაცას რატო წერს, მაგრამ არა, მე როცა ადამიანი ესეც იმას დავამატებ, რომ ხვიჩას საწინააღმდეგო კი არაფერი მაქვს, მეც აღფრთოვანებული ვარ და არა, კაცო, მე კი არ მithავს, ეგრე არც გამიგი არ, მე რას ვიძახი, რომ როცა ადამიანი ესეთ სიამოვნებას განიჭებს და ესე შენთვის ესეთი მნიშვნელოვანი ხდება, რა ფეხბურთი თუ გიყვარს და რაღაცა პატრიოტული გრძნობები გაქვს და საქართველოს სახელით ფეხბურთს ვიღაცა მაგრა თამაშობს. ხო. ის ხდება მნიშვნელოვანი რა, ანუ ბუნებრივია, აბა ვინ უნდა გახდეს. და მე ის რომ რაღაც ისიც აკეთებს, რაც შენ არ იზამდი, ეს არის რა. ეგეც ბუნებრივი ემოცია არის, მაგრამ იმას ნიშნავს, რომ მაგ ემოციას უნდა აყვე. არა, ისი რა არის, უცნაური რა არის. გასაგები იქნება, რომ მეც ახლა მაგალითად რა ვინმე მსახიობი რომ მიყვარს, აი ჯენიფერ ენისტონი რომ მიყვარს და რომ გამოვიდეს და რაღაცა ჩემი პრინციპების საწინააღმდეგოდ რაღაცა რო თქვა სიტყვაზე, რასაც მე არ ვიტყოდი ან არ ვიზამდი. მეც გამიტყდება ახლა რა. ხო, იგივეა. ეგ კიდე გასაგები არის, რომ იმან რაღაცა პოზიცია დააფიქსირა და რაღაცა ჩემთვის მიუღებელი რაღაცა თქვა. მაგრამ ხა ის რომ ის თუ საყურეს გაიკეთებს და პირსინგს გაიკეთებს და ტატუს გაიკეთებს, ეგ ანუ რა ეგ ხო პიროვნებას არ ასახავს იმისას. ხო და რაღაცები თვლიან რომ ასახავს და ესეც ის არის რა ქვია რაღაცა ცოდვა რახან არის, არ ვიცი რატო არის ცოდვა, მაგრამ რახან ცოდვა არის და ის ცოდვას ჩადის უკვე აო და რაღაცა და მოკლედ რავი ანუ ესეთია რა. ეხ გამახსენდა ტატუზე. პრიმიტიული. ერთი ჩემი ისტორია. მე ხო მაქვს ტატუები 1, 2, 3 და აუზზე ვარ. ხო და ჩემს გვერდზე წვანა დედაშვილი. ახალგაზრდა ქალია და ეს გოგოც თინეიჯერია რა. აი სრულწლოვანი ან იქნება ან არა და ამ გოგოს ლაპარაკი კარგად არ მესმოდა, როგორც გავიგე, ანუ ტატუს გაკეთება უნდოდა და სთხოვდა. ტატუ მინდაო და ამ ხალმა დედამ ეს დემონსტრაციულად გამომხედა მე და მე შეხედა ეს თავშოს და ტატუსო იკეთებენო ნომერ პირველი ბოზებიო. ვიცი ხო მოყოლილი გაქე. ეს ისტორია გამახსენდა უცებ მაგაზე. ჯერ ეს ნომერ პირველი ბოზი და ნომერ მეორე რას ნიშნავს არ ვიცი. ხო, რა გამოვლოს ახლა ეგეთ ქაჯებს ახლა რა, მაგრამ არ ღირს ხოლმე მაგის ისე იმასო დაუბრუნდე პოსტს და კომენტარებს საიდანაც დაიწყე ახლა 1-2 რაღაცა ყოველთვის დაწერს ვიღაცა რა ახლა. ხო. შეიძლება ის ფოტო ნახავს 9 მილიონმა ადამიანმა და 15-მა დააკომენტარა და არც ანიშნავს. არა, სხვა შორის მე დაკვირვებული ვარ მაგას, იმიტომ რომ YouTube-ზე ჩემს პირად არხზე ხო ბევრი გამომწერი ყავს რაღაც 70,000-მდე ავედი. ხეირი არ არის თორე ყავს ბევრი და კომენტარებს მიწერენ არა სოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან რა. და ნუ ტატუ რო გავიკეთე და უცებ გამოჩნდა ვიდეოებში რომ ტატუ მაქვს, ეს ლანძღვაგინება დავიმსახურე რუსულ ენოვანი მაყურებლისგან და ქართულ ენოვანისგან რა. აი რაღაცა ევროპელი, ამერიკელი რაღაცა ეგეთი არ მიწერს ეგეთ რაღაცებს რა. რაღაცა აი განსაკუთრებულად ისა მტკივნეულად აღვქვამთ ქართველები ამ ტატუების თემას. მაგას გეუბნები რომ ეგრე არ არის თქო, ანუ რამდენი კომენტარი იყო ეგეთი? აი 100 ხუჭას უყურებს მთელი საქართველო. ხო და ის პოსტი შეიძლება ნახოს 100,000-მა კაცმა და ანუ რაღაცა 0.00 რაღაცა პროცენტის აზრს ყურადღების გამახვილება და მაქინა დასკვნის გამოტანა არ არის სწორი. ხო, მაგრამ ირგული მყოფების აზრიც ხო ვიცი და დამოკიდებულებაც და როგორ ესე ტკივნეულად დამძაფრად აღიქვამენ რა. მე მარტო კომენტარებზე კი არ ვლაპარაკობ. ანუ საქართველოში არის განსაკუთრებულად ესეთი დამოკიდებულება ტატუების მიმართ. კონსერვატორულ საზოგადოებებში ეგრეა რა. ნუ ხა იცვლება 20 წლის წინ სხვანაირი იყო და ხა სხვანაირია. კი. ხო და ხუჩაზე გავაგრძელოთ. რა ხდება? რა მაგარია? ხო.
ამას რაღაცა პოსტი დავდე რა და დავაწერე ძალიან თამამად, რომ დღეს სოფლიოში საუკეთესო ფეხბურთელი ქართველია თქო რა და აი ობიექტურად შემიძლია ვეკამათო ნებისმიერს რომ ეგრეა მართლა რა. ხო. ისეთ სიმაღლეზე არის და აი არ ვიცი ულოცულობ რომ რაღაცა ძალიან ახლოს არის მეორე ჩემპიონობასთან ზედიზედ. აი ძალიან მინდა რომ ესე გააგრძელოს რა. ხო 30 მაისს არის ფინალი. აქ არ ვიქნებით? არა. რა ჯობია მაგას, იმაში ვუყუროთ, იტალიაში ვუყუროთ. რომში ვიქნებით? ხო, რომში, სადმე ბარში ვუყუროთ. ეხლა უნდა დაუბრუნოთ რამე ბარი, თორე ჩემპიონთა ლიგის ფინალზე შეიძლება ადგილები ვერ იპოვოთ. არა მგონია ეგეთი ამბავი იყოს. რა გონია, აქ შეიძლება თბილისში ვერ იპოვოთ ესე ბარში ეს ადგილი ჩემპიონთა ლიგის ფინალზე და ხო. იტალიაში ფეხბურთზე არის ეგეთი ამბავი. იტალიური კლუბი რო იყოს ფინალში, შეგასაგები იქნებოდა, მაგრამ თან ახლა კვარადონა იქ. ხო. ბარში მოგვიწევს ყურება. ან სასტუმროში თუ ვერაფერი ვნახეთ, ამოვიდეთ და მე რამეში ვუყუროთ. ტელევიზორი გვაქვს კაცო სასტუმროში. ხო, მაგრამ შეიძლება არ გადიოდეს ფეხბურთი იმ არხებზე, შეიძლება რაზდებელი არხები იყოს. იქიდან ქართულ საიტებზეც ვერ შემოხვალ, რაზეც უყურებ ხოლმე რეგიონის შეზღუდვის გამო. მაგაზე საფიქრელია. ახლა რა ვიცი, რომში იმას ვერ ვნახავთ, ეკრანს ვერ ვნახავთ, რომ ფეხბურთი შევხედავთ. არა, ესე ნახავს რაღაც, მაგრამ ცოტა წესერი ადგილი რო იყოს, რომ ხო და წინასწარ ვიზრუნოთ მაგაზე რა. ხო. კითხოთ ხელოვნურ ინტელექტს, სადაც ჩვენ ჩვერდებით ახლო-მახლო რა არის ეს. ძალიან უბერავს ჩემი ხელოვნური ინტელექტი. ამიტომ სხვადასხვას უნდა კითხო რა. მნიშვნელოვანი რაღაცები. არა, ხო, პრინციპში ეს ანუ რა ვიცი, ვინმეს თუ გამოადგება ეს რჩევაც, ჯემინის ვკითხე, რომ იტალიაში თუ არის შესაძლებელი ჩვეულებრივი ჩვენი ბანკის ბარათით, როგორც აქ ვიხდით მეტროში, ავტობუსში, უბრალოდ ესე მიადო და გადაიხადო გზავრობის საფასური თქო. არაო. ბილეთი უნდა იყიდო ან რაღაცა აპარატშიო და მე რაღაცა YouTube-ზე ვიღაცა YouTuber-ის რჩევებს ვუსმინე და გავიგეთ რომ თურმე ჩვეულებრივად შეიძლება გადაიხადო. ხო, მაგ დაგეგმებში ვართ და ტვინი ადუღდა უკვე რომ იქიდან იქ რო წავალთ, მე იქ რა ვქნათ, იქიდან იქ წავიდეთ და ხო, ცოტა ხანში მეგონი შემზიზღდება იტალია, ისე რომ აღარ მომიდევათ. მგონი უკვე საქმეზე მივდივართ იქ დასასვენებლად კი არა. კიდე რა არის ახალი ვირუსი გვაქვს? ანტავირუსი. ხო, პანდემიის საშუალება არისო. მე კორონას მე ბევრჯერ იყო ეგ. ბევრჯერ რამდენჯერმე იყო რომ ეს შეიძლება გამოდგეს ახალი ის უკვე შეშინებულია ხალხი, მაგრამ მართლა მე გუშინდელივით მახსოვს. პირველად კორონაზე რო გავრცელდა რა ეს ინფორმაცია, რომ პანდემიის საშიშროება არის და როგორ აგდებოდათ უყურებდით, რა შანსი არ არის, პანდემია არა ის. მართლა გუშინდელივით მახსოვს ეს რო გავიფიქრე და მე ყველამ ნახეთ რაც მოხდა. და ეხლა სულ მაგას ვფიქრობ ხოლმე რა, ეს ახალ ვირუსებს რომ ეს ვირუსი გამოჩნდა, ის ვირუსი გამოჩნდა რაღაცებს და პანდემიის საშიშროება არის რომ ამბობენ. სულ პანიკა მემართება მაგაზე რა, რომ ისევ ის არ მოხდეს რაც მოხდა. ხო და ხო. და რა არიცი რომ ისევ ლოკდაუნები და რაღაცები რო წავიდეს, ნაკლებად დაუჯერებს ხალხი უფრო ვიდრე წინაზე. ხო. ცოტა სახელი გაუტყდა ამ ლოკდაუნებს და ეგეთ ზომებს რა. ხო. მაინც ყველა დედამიწას დაემართა, მაინც ვერ შევაკავეთ. 9-5 ჯერ მოიხადა ყველა მაინც. მე ისე პატიოსნად ვიცავდი ყველა წესს და მე არა და არ დამართლია. საერთოდ არ დაგმართლია? მართლა? ხო. ერთხელ ვიყავი გაციებული, გავდა იმას, სწრაფი, სიმპტომები სწრაფი ტესტი გავიკეთე, არა მოვაგდო, მაგრამ შეიძლება მე ის აღარ გამიკეთებია, მაგრამ სწრაფ ტესტზე არა მოვარდა. ტექსტზე კი, ტესტზე. მე 4 ჯერ დაზუსტებით ვიცი, უბრალოდ დადასტურებულად ვიცი, რომ 4 ჯერ მქონდა და მე აღარ იყო საჭირო უკვე რა შემოწმება, ვირუსი დაგემართება, რაღაცა ჩვეულებრივად სახში. ხო და არ ვიცავდი, როგორ არ ვიცავდი, ხა დისტანციას დამეცვა და რაღაცებს არ ჩახუტებოდი, მაგრამ
არ დამართნია რა, ეხლა ესე დიდად არ გამიგიჟებია თავი და არც არ ვაკეთებდი ისეც და. მაგრამ შეიძლება დამემართა და უსიმპტომოდ გადავიტანე, არ ვიცი, მაგრამ მოკლედ საქმე იმაშია, რომ გონია რომ ეხლა კიდე ახლიდან მაგის თან როგორც ამბობენ და მაშინაც ამბობდნენ რაღაცა ექსპერტები ეკონომიკის და ფინანსების და ასე შემდეგ, რომ მას ძალიან დიდ მას გამოიწვევსო კრიზისებსო ეკონომიკაშიო, მე და შემდეგ წლებშიო. და იხაც ბევრისგან გამიგია, რომ აი რაღაცა ვინც რა ქვია იმას ტურიზმის ბიზნესშია და ეგეთ რაღაცებში, რაღაცა ყვების ბიზნესში ამბობდნენ, რომ აი ის დარტყმა რაც იმ ლოკდაუნებმა და იმ პანდემიამ გამოიწვია, დღემდე ვერ ამოქაჩეს. ეგ მეც ვიცი ეგ. ხო და ბევრისგან გამიგია და ნუ ეთყობა ეხლა მართლა. როგორ ხდება ვერ ხვდები. ხო და ხო აი ზუსტად რატო იმუშავა ეგრე მეც ვერ მივხვდი, მაგრამ ნუ ხო რა და მოკლედ ეხლა კიდე რო უთხრა ასახლებას რომ ახალი ვირუსი მოდის და პანდემია და ეხლა ფიქრან წინა დარტყმა ვერ გადავიტანეთ ეხლა ახლები კიდე. არა, რეალურად სიგიჟეები ხდება მაგრამ ეს უფრო რთული ვირუსია, რაც მე წავიკითხე და გავიგე ჯერჯერობით ეს ჰანტა ვირუსი. ხო. გაციება არ არის, რაღაც თირკმელებს უტყავს და რაღაცები ხდება. აი ეგრე ისიც უტყავდა სისხლძარღვებს და რაღაცა იმებს იწვევდა თრომბოემბოლიას. არა, ეს იყო ხო, ნუ ის ფილტვებზე იყო პირველი დარტყმა. ხო. და გაციებისნაირი სიმპტომები ქონდა გრიპისნაირი, მაგრამ ამბობდა რომ პახვადო ამასაც იწვევს. ამბობდნენ რომ თან ამასაც იწვევს. მაგრამ ეს არის პირდაპირ მეგონი თირკმელებს უტყავს რაღაც მოკლედ როგორც არის. ხო და აი რასიზამ და უშუალოდ ისევ მოხდა ეგრე და ისევ გითხრეს რომ დარჩი სახლში კომენდანტის საათი 9-ზე არ გახვიდე სახლიდან და მაინც გავდიოდი და ვაკეთებდი რაღაცებს. თან ეგრო შემოიღეს. შენნაირების ბრალი იყო. ხო აჯარიმებდნენ რა ქვია 10000 ლარით იმის არავის არ ანუ ვინც არ გადაიხადა და მე ყველას ჩამოვაჭრეს. ეხა ახრიდან ვიღა დაიჯერებს რომ მე გადასახდელი იქნება. არა, რავი, ეკლესიაში ხალხი დადიოდა, მაინც გააჩირა რამე. ხო, ვისაც უნდოდა გარეთ გასვლა და ჯეროდა რომ ეხლა უნდა გავიდეს, გადიოდა ყველა და აკეთებდა თავისად. სიგიჟეები ხდებოდა ისეც, ხო, აი კანონების ხრივად სიგიჟე ხდებოდა, იმიტომ რომ ზუსტად გუში არ ვლაპარაკობდით მაგაზე, ქუჩების მორეცხვა და მანქანის ბორბლების ისა და რაღაცა. კი, მეც. არა, ეგ კარგია რომ ქუჩები ირეცხება და სისუფთავეა, მაგრამ იმ მიზნით რომ ვირუსი არ გავრცელდეს, ახლა ეგეთი რაღაცა არ ვიცი და მეორე აქეთ კიდე მეორე მხარე იყო ის რა, რაღაც 80 კაციან დაბადების დღებს რო იხდიდნენ მაინც და მერე რომ თელი საგვარეულო ცუდად იყო და ხო. აი არის შეგნებაზე ადამიანის რა ჯერ ყველაფერს თავი დაანება კორონა და ჰანტა ვირუსი რაში გჭირდება დღესაც ცუდად რო ხდები ბოდიში და ჟღლინტები რომ მოგდის და სახში უნდა დაჯდე რა და გაჩერდე რომ არ წახვიდე და არ გაავრცელო და არ გადასდო ვიღაცას ხო და ამიტომ ანუ ეგ შეგნება ვისაც არ ქონდა რომ ჩვეულებრივ გრიპზე და ვირუსზეც ეგრე მოქცეულიყო ისინი იქცეოდნენ ისე როგორც იქცეოდნენ რა კოვიდის დროს და მერე ზარალდებოდნენ ის ადამიანები ვინც კარგად იქცეოდნენ როგორ ჩემსავით ხა როგორ ზარალდებოდნენ 4-ჯერ დამემართა და არ უნდა დამართა ესე იგი არ მოიქეცი კარგად როგორ არ მოვიქეცი სამაგიეროდ აი ჩემი ოჯახის წევრებსისთვის არ გადამიდია არც ერთხელ და არც დამართიათ ხო რაღაც არ დაბადების დღეებში და ქორწილებში და რაღაცებში არ დავდიოდი, იმიტომ რომ ვერიდებოდი ხალხურავლობას, რომ მე ჩემ თავზე კი არ ვფიქრობდი, მე ვიცოდი რომ გადავიტანდი ჩვეულებრივად და ჩვეულებრივად გადავიტანე 4-ჯერვე. არაფერი არ დამართია, მაგრამ რა ვიცი, იქნება გადავდო დედას, ბებიას, ვიღაცას. ხო? და იმას დაემართოს რაღაცა. მე ჩვეულებრივ ვირუსსაც ეგრე ვუფრთხილდები, ხო? ანუ ვირუსი რომ მაგ დედა ჩემთან არ მივალ ვირუსიანი. ხო. ხო, ეგ კი ბატონო, მაგრამ მოკლედ ანუ შენ მასე იქცევ, მაგრამ სამყარო სხვანაირია. ხო და მაინც ისეთი იქნება რა და მოკლედ ნახოთ რა იქნება. ხო, კიდე ყველაზე წესიერ და პატიოსნად ვიცავდი პირბადის გაკეთების და იმის ამბებს და ვიცვლიდი და მაგითო რომ მარტო 4-ჯერ დაგემართა და მეჯერ იდაყოზე არ ვეკეთა ხოლმე და ესე პირზე არ მქონდა ჩამოწეული და ეგეთ რაღაცებს არ ვაკეთებდი და ისა ერთხელ იყო ჩემი ერთ-ერთი საყვარელი პროფესორი გარდაიცვალა კონსერვატორიაში ვიყავი პანაშვიდზე და აი ძალიან ბევრი ვიტირე რა
და რო გამოვედი კონსერვატორიიდან ანუ სველი იყო ეს პირბადე და თან ვერ სუნთქავდი რა და ეს პირბადე მოვიხსენი, ნუ ცოტა ამოვისუნთქა რომ ახალი პირბადე გამეკეთებინა და ამ დროს დამაჯარიმეს. და თან ანუ მიყურებს ეს არ მახსოვს, რამდენი იყო ჯარიმა? არ მახსოვს. 20 ლარი იყო თავიდან და მე გაძვირდა თუ რაღაცა ეგეთი იყო. ანუ თან მიყურებს ეს პატრული და ტირილისგან მაგ დასიებული თვალები ვერ ვლაპარაკობ, გაჭედილი ვარ ესე და ანუ მეთქი იმაზე ვიყავი თქო, პანაშვიდზე ვიყავი მეთქი და უბრალოდ არა უცოცხალი თავით დამიწერა ჯარიმა. აი ესეთი დამპლები. მე იმაზე მეშლებოდა ნერვები, რომ ისა რაღაცა რეგულაციები ხო იყო და მე ნენელა ხო იხსნებოდა ეს რა. და ანუ ბარები გააღეს და რესტორნები რა, ანუ დაშვებული იყო რომ წასულიყავი ბარში. და კონცერტები და საკონცერტო დარბაზები და თეატრები და ისინი დაკეტილი იყო, არ შეიძლებოდა რა. სპორტ დარბაზები. ხო, კაი სიუჟეტი გამოვიდა. ხო, იყო მაშინ სტატუსების წერა, რომ რა არის ეს რაღაცა რა. ამას წინათ ამომიგდო კიდე ერთი ჩემი პოსტი, რომ მეთქი ბარში მთხრალი ხალხის უკონტროლო ის თუ შეიძლება მეთქი ბოგინი თქო. ანუ რატო არ შეიძლება კონცერტი ჩავატაროთ და იქ რაღაცა დისტანცია დავიცვათ და რაღაცა, იმიტომ რომ ანუ სიგიჟეები ხდებოდა. რაღაცა მომღერალი ახლოს არ დაიყენო და ბიჭო კონცერტმაისტერი ვარ, რას ახლოს არ დავიყენო, რანაირად უნდა ვიმეცადინოთ აბა, ხო? მე ისინი რო იყო მუსიკოსებს შორის რო შუშები გააკეთეს. აი რა. აი ძალიან სიგიჟეები ხდებოდა. მუსიკოსებს შორის და სარბენ სპორტ დარბაზებში სარბენ ბილიკებს შორის რო იყო ეგა? სპორტ დარბაზში მაგ პერიოდში არ მივდია, სახში ვარჯიშობდა. ეს სარბენ ბილიკები ხო ეს რაღაც ყველა სპორტ დარბაზში ერთ ადგილას არის და მაგებს შორის იყო ეს გამჭვირვალე პლასტიკატის არ ვიცი რა ქვია მაგას შუშა კი არა თუ ნაჭრები ეს ხო იგივე იყო ხო და კიდე ის იყო რომ პირბადით უნდა გევარჯიშა მოკეთ რა საგიჟეთი იყო რა ის იყო ყველაზე დებილობა მე კაი ხანი დარჩა ეგა სუპერმარკეტებში მოლარესო წინ ქონდა ეს ხო და მაინც აქედან ყველა აქედან ელაპარაკებოდა და იხდიდა მაინც და პროდუქტებს აქედან აწვდიდი და აი არაფერში არ მუშაობდა. ყველაზე მაგარი იყო და დაბალი ამოჭრილი იყო თუ იქიდან მოგაწვი და ხელს შეიძლება ამოგეხიო გამოძრაზე და კი. ყველაზე მაგარი იყო ეს ადამიანები ვინც ვითომ იცავდნენ რა წესებს. ანუ ვითომ პირბადე რო გეკეთია და დროს აქ რო გაქვს ჩამოწეული რა გიგეთია პირბადე, მაგრამ არაფერს არ შვება ის პირბადე. კიდე ის მერე სიგიჟეები რო გამოვიდა ლამაზი პირბადეები და აბრეშუმის და ჯერ ისედაც რას გიცავს ის პირბადე ხო ანუ რაღაცა პირბადე შენც უნდა გეკეთოს იმასაც უნდა ეკეთოს დისტანციაც უნდა დაიცვა და კარგად იმუშავებს ეგეთ შემთხვევაში რა და თან სულ უნდა იცვალო ეს პირბადე და აბრეშუმის რაღაცა შანელის პირბადეები და რაღაცები ერთხელ მახსოვს მე სად შევესწარი მე მგონი კონსერვატორიაში იყო რაღაცა ლაპარაკი რა რაღაცაო ისეთიო ტუჩსაცხიო მინდაო რომ ისო პირბადე რომ მიკეთიო არ მომაშოროსო იმან პირბადე შიგრით პომადა რატო და მე არ გვაჩვენებდნენ ეს რა ჩამ მომიხსნა და პომადა და ტონალურები რა იყო მე აუ კაი კოვიდზე თუ კიდე ვილაპარაკებდი ამდენ ხანს არ მეგონი ტრამპმა გამოუშვა გამოსცა ახალი ესეთ გასაიდუმლოებული ფაილები რომლებიც იყო შენახული პენტაგონში უცხო პლანეტებთან დაკავშირებით. ერთ-ერთ დოკუმენტში საქართველოს არის მოხსენიებული. როგორ არის მოხსენიებული? 2001 წელს რუსებმა დაბომბეს კოდორის ხეობა. ხო. რუსეთში ამერიკის საელჩომ გააგზავნა წერილი ამერიკაში. ხო. რომ ეს რუსებმა ესე გააკეთეს. იმათოდ დაურეკეს თუ მოწერეს რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს თუ რაც იყო რა რაშვებით რა ხდება რატო ბომბავთო და ჩვენ რა არაფერი გვისვრიაო ეგო ოფიციალური წერილში გასცეს პასუხი სავარაუდოთო ის იყო ამოუცნობი ობიექტიო აი ესეთი დოკუმენტი არსებობს ოფიციალური პასუხი რუსეთის
ან მაგ საბაბით მოხვდა მაშინ რა ქვია დოკუმენტებში. რამე გახსენდება, რაც აი თქვათ დაინახე ისეთი უცნაური ცაში ან რაღაცა, რომ რაღაც მომენტ ფიქრობდი, რომ ეს შეიძლება უცხოპლანეტელები იყვნენ, ხო? არა. მინდოდა ყოველთვის დამენახა, მაგრამ დააფერ. შენ? რაღაცა მახსოვს ეგეთი რა. ბავშვობაში რაღაცა იყურებოდით, მაღლა რაღაც უცნაური ფორმის ობიექტი იყო ცოტა ხანი რა. ესეთი ანათებდა, ანუ რაღაცა არც განსაკუთრებული ფერი არ ქონდა, რაღაცა ჩვეულებრივი ნათება ქონდა, როგორც სხვა ციურ სხეულებს, მაგრამ რაღაცნაირი ფორმა ქონდა, ისეთი არ გავდა ვარსკვლავს ან მაიგრო ეგრე ახლა ცოტა ხანი მე რაღაცები ამბობდნენ, კომენტა იყო რაღაცები რაღაცას, მაგრამ მაშინ ის იყო ერთ ფოტოს გადავღებდი ვერაფერი 90-იანებში ვიძახი, მაგრამ აი ეს მახსოვს, რომ რაღაცა განსაკუთრებულად უცნაური რაღაცა დავინახეთ. ვა, ეგ არ გაქვს მოყოლილი. მეტყვი. აი ხა გამახსენდა, რა შეიძლება გუში რო გეკითხა რა გამახსენებოდა. სულ მინდა ხოლმე ეგეთი რაღაცა ჩემს თავს მოხდეს. მაგრამ სიზმრებსაც კი ძალიან ესეც ვნახულობ, რეალისტურს, დებილურს. რაც ანუ დღის განმავლობაში რაც ხდება, მე იგივე მესიზმრება. ტყილა ხარჯავს სიზმრებს. და ვიღლებით ან მე. ანუ CrossFit-ს რო ვაკეთებდით, მესიზმრებოდა რომ შტანგებს ვიქნევდი. ოპერაცია რო გავიკეთე, მე ოპერაცია მესიზმრებოდა. პოდკასტს რო ვიწერთ, მესიზმრება რომ პოდკასტს ვიწერთ და ასე რა. შენი ტვინი საჭკაობს რა, სიზმრებზე. მაგრა. რა გვაქვს კიდე ახალ ამბებში? ახალ ამბებში. რაღაცა მოვინიშნე მახსოვს. ჯადო. ჯადოები აქ ისე გაკეთებულიო 10-დან 800. ცაგარელმა თქვა ხო? ამ ჯადოების პანდემია გვაქვს. ცაგარელმა თქვა ესეთი რაღაცა, რომ 10-დან 8 ადამიანსო ჯადო აქვსო საქართველოშიო. გჯერა შენ? ანუ რაღაცა უკვე ისე არის, რომ პირადი ჯადოქარი უნდა ყავდეს რა. ხო და გჯერა შენ? როგორც აი ოჯახის ექიმი და რაღაცები. უნდა მოყვებოდეს სოლოს, უნდა მოყვებოდეს. დაუკავშირდი ჯადოქარს, ის რომ ბანკში რო გაქვს ცალკე. ხო, პირადი ჯადოქარი. არა, რა თქმა უნდა. საერთოდ არ გჯერა? აი ოდნავადაც არ გჯერა? არ უშვებ საერთოდ. მე იცი როგორ ვარ? არ მჯერა, მაგრამ მეშინი. ეგ რა ფენომენი არ ვიცი. ხო, აი თან ის ჯადოები რაც არის, აი რაღაც სასაცილო რაღაცებია რა, რაღაც. თამებში გახვეული რაღაცები და რაღაც ჩაგიდებენ სადღაც და ხო და ეგ არის მე. ხო, აი რა, როგორ შეიძლება ეგ მოქმედებდეს გრამეზე? არ ვიცი, მაგრამ მეშინი. აი ხაი, სახში რომ ვიპოვო რაღაცა ეგეთი, რაც ასახავს მაგას, რომ შეიძლება ვფიქრო რომ ჯადოა, აი მაგრა არ მესიამოვნება და ძალიან არა, არავის არ ესიამოვნება, მაგრამ ეგ ნიშნავს, რომ რაღაცა ისეთი მტერი ყავს, რომ შენთვის ცუდის გაკეთება უნდა და ამაზე აქტიურად ცდილობს, მაგრამ ეგ არის არასასიამოვნო თორემ. ხო, არა, ეგ თავისთავად კი, მაგრამ ჯადოები რომ მუშაობდეს, ხო. რაღაც უკვე ეს გვექნებოდა დღეს ჯადოების სამინისტროები გვექნებოდა. ნამდვილი რო იყოს. ის ხო არის კაცო. ეკლესია არის რისთვის აკურთხებინებენ ხოლმე რაღაცებისთვის მოყავთ მე. ო ეგ ჯადოების საწინააღმდეგო არ არის, ეგ ის არის რა ქვია, ეკლესიურათაც არ არის, რომ აი ჯადოსგან თუ გინდა დაგიცვას აი აკურთხე ეგრე არ არის. როგორ არა, ეკლესია აღიარებს მაგას. ანუ შავი მაგია? ნე. კი. ხო, რაღაცა ეშმაკისეულია შეიძლება თქვა. ხო, და რაღაცა მოდიან და სპეციალური ლოცვები და დაბა ისა კურთხევა და რაღაცა და შველისო ამბობ. ესე ვიცი მე არ შეიძლება ვწდები. ხო. ხო და ისე რა უცნაურია. მე უფრო აი ძველი თაობისგან ვიცოდი ეგეთი რაღაცები. აი რაღაცა ბებია, დიდი ბებიებისგან რა მაშინ უფრო მოდაში იყო ეს რაღაცა ჯადოების და რაღაცების ქონების
და სისხლების წასმა და ესა. იმაზე არ არის ფილმი ხა ოსკარზე რო იყო წარდგენილი. ჯადოებზე არ არის? Weapons. თუ weapon თუ რაღაცა ის ქალიო ჯადოებს აკეთებს ოსკარი რო იყო. ხო, ესე ბავშვები რო გარბიან, ხო. ხო, კაი ფილმი იყო სხვათა შორის. ისეთი იყო რაღაცა განსხვავებული. ხო, ისე უჟასი კაი ხანი არ გვინახავს. ხო, ჩავუჯექით იმას 30 Rocks და ვუყურებთ. ხო, ესეც ჯადოები. ჯადოები. სხვა რა ხდებოდა კიდე რამე ხოლმე გამოგვრჩა. არაფერი მე მგონი. გადავიდეთ თამაშზე? თამაში გვაქვს Whisper Challenge. Whisper Challenge, ხო, რომ ანუ ერთი ადამიანი იკეთებს ყურსასმენებს და მეორე სიტყვას ეუბნება და უნდა გამოიცნოს რა არის. პირის მოძრაობით. მე მგონი საერთოდ აღარ უჭირდება აქ ისეთ ხმაურია. ხე მე ყურსა მაშინ ვქია ხმასო დავამუშავებთ იქ ისე აღქმადი არ იქნება, მაგრამ ხა მაგარ ხმაურში ვზივართ. ხო. მე დავიწყო? მე დავიწყო? კი ბატონო, просто ჩავრთო ჯერ. ის ჩავრთო რამშტაინი? ეს მზად არის. გესმის რა ახლა? შენ იტყვი პირველ სიტყვას? როგორც გინდა. კაი, დაიწყე. არაფერი აღარ მისმის. ნეკერჩხალი. შეშა? ნეკერჩხალი. ნეკერჩხალი. შეგიშალა? ნეკერჩხალი. ნეკერჩხალი. მოიცა, ერთსა რაღაცა დრო უნდა დავინიშნო. როდემდე ვიძახო რაღაცები. კაი, მოიცა. მოიცა? 1 წუთი. 1 წუთი. ხო. ნეკერჩხალი. პირის მოძრაობაზე არ გეტყვა, რამდენი მარცვალი იმასაც ვერ ვხვდები. ნეკერჩხალი. გაიმერ? ნეკერჩხალი. რაღაცები თქვი? ნეკერჩხალი. შეშა მესმის მარტო. გაშეშდა? ნეკერჩხალი. ეხა უფრო გზელი სიტყვა თქვი ძირასე. დაგიმარცვლე? ხო, ეგრე უნდა თქვა, მიდი. ნეკერჩხალი. წაგეშალა? ნეკერჩხალი. ნეკერჩხალი. შალო? შალზე მთავრდება? სო. რა იყო? ნეკერჩხალი. ნეკერჩხალი, უკან რომ მიდგას? ანუ რაღაცა კიდე აქედან არის შემდეგი სიტყვაც. არაფერს არ ვიძახ. ვამბობ. დრო დაინიშნე. პარასკევი. პარასკევი? კაი რა? ვაუ. ორიგინალი. აუ, ეხა მახსოვს ის რა ქვია? წინაზე რო ვითამაშეთ ეს, მაშინაც პირველივეზე გამოვიცანი. ხო, და რანაირად. მე კარგად ვამბობ და იმიტომ გიმარცვლოვნა. აუ. 2-0. ამ ერთული აგირჩიო შემდეგი. წავიდა. კარამელიზებული. ვაუ. გაბრაზებული? არა. კარამელიზებული. ახლიდან? კარამელიზებული. რაღაცა ებული. ყოჩაღ, მიდი, კარამელიზებული. ებული. გადამიწებული. კარამელიზებული. თავი გამისკდა ისე ხვირი. კარამელიზებული. ვერც ხვდები რა სიტყვა შეიძლება გადაფსიხებული? გადანაწილებული. გადანაწილება? კარამელიზებული. გალამაზებული? კარამელიზებული.
გაბრაზებული, გალამაზებული, გამწარებული, კარამელიზებული, გადაფასებული, გავიდა. კარამელიზებული. რა ანგარიშია? 3-0. ხო. 4-მდეა? ხო. ჩარტი. კორიანტელი. პოდკასტი? კორიანტელი. არ მესმის კი არა და ვერ ხვდები. კაი კაცო, კორიანტელი. კორიანტელი. ღორი? კორიანტელი. 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 ნუ ყვირი ხარ. კორიანტელი. პოლიესტერი? კორიანტელი. 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 ღორკაცა? კორიანტელი. 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 კოლეგა? კოლაგენი? კორიანტელი. ნუ ყვირი ხარ, ძალიან ყვირი ხარ. ძალიან ხომ ხარ, დავიმეტკინა. ჩაუწიო? არა, მე გავიგებ. რა იყო? მეთკინა ყურები, კორიანტელი. კოლეგა მეთკიდა ხო და გავდა დაწყება რა. აი ხაბათ ხო დაგიწერ სიტყვას. მეიზღება ეს იმღერა უკვე. ნაძვისხე. ნაძვისხე? რანაირად? შენანაირად გამოიცანი პირველივეზე? ეხ გათიშული გაქვს? კი. ესეთი ადვილი. ამ შეგრა უწევდა საიმაშვები ჩითერო. როგორ არ მენდობა ნახ. ეხა ისე შემჯერია? 3-3. ხო. ვაუ. თუ გამოიცანი და მე ვერ გამოიცანი წავედი. 4-მდე ვართ? ხო. კაი. რა მე რთული ავარჩიო. თართ. მოგზაურობა. მოწევა? მოგზაურობა. მოცემულობა? მოგზაურობა. მოწეულობა? ხო. მოგზაურობა. მოგზაურობა. ბროწეული? მოგზაურობა. ბროწეულობა? მოგზაურობა. შაურმა? მოგზაურობა. ბოსნეული? ბოსტნეულობა. მოგზაურობა. ბოსნეულობა? მოგზაურობა. მოგზაურობა. მოსავლე? მოგზაურობა. 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 რა იყო? მოგზაურობა. აუ. შაურმა. ძალიან ყვირი ხარ და ნუ კი ვიხარ მე. როგორ ყვირი ხარ ეს ალბათ აი იქით აივანზე ესმით იგით ის იგითაა. რა უქნა მგონია რომ არის ისმის. ისმის. ბოსტნა როგორ მეტყვა რომ შია? თუ გამოიცანი ვიგებ. ხო. შინშილა. შინშილა. შინშილა? აუ კარგი რა. აუ გესმის უეჭველი რა. ანუ ამაზე მივხვდი რომ ბევრი შო იყო და შინშილას იტყოდი. თამე გძელის თყორი მოიფიქრე. აი ისეთია რომ აი შინშილა არ მოძრაობს ტუჩები შინშილა და მიფიქრე რომ ვერ გამოიცნობ. ხო და შიში და ანუ თავიდან შიში მეგონა და მე არ ითქო და შიშია და შინშილაა.
აუ აი სადგამაზე რა. ვერ გამოიწინა შენ მოიგე? აუ არ მახსოვს. სამაგეროდ ყურები მტკივა. თავიც. როგორც ყოველთვის? როგორც ყოველთვის. გიო მაჯობა. არაფერი როგორც ყოველთვის. რაღაცა თამაშობთ Sony-ზე. ვინც იცის Split Fiction-ი და იქ არის ერთი side story, სადაც hoverboard-ებით, ანუ snowboard-ებით რაღაცა, hoverboard-ზე მთიდან ეშვები და რაცა გზა უნდა გაიარო, ქულები დააგროვო. რეკორდი ხო ამისია, ყველა შემდეგი რეკორდი ამისი იყო, მე მიმეორებდი ისევ რეკორდი და აი რაღაცა ფინიშამდე 200,000 ქულით მივდიოდი და მაგარი გვეგონა, გუშინ გააკეთა 500 რამდენი? 10, 513 თუ 500 რაღაცა ხო, აღარ მახსოვს. 513 იყო მე მგონი, 513,000 ქულა გააკეთა გუშინ. ოღონდ ვერ ხვდები როგორ აკეთებს, უყურებ და ვერ ხვდები როგორ აკეთებს და. ჩემთვის თითების მოძრაობები ხო იცი როგორ არის, უფრო ადვილია და. მაგაში არის. Mortal Kombat-ს ვერ მიგებდა ვერავინ. იმდენ კომბოს ვაკეთებდი და იმდენ კომბოს ვასწრებდი. ეს უბრალოდ გიჟივით აჭერდა მაგითო? არა. არა, დამახსოვრებული მქონდა კომბოები და იქაც რა არის ხა. ერთ და იგივე არის ხოლმე რა, კიპებითო სხვა პერსონაჟებს სხვა კომბოები აქვს. მაგრამ ძირითადად არის რაღაც. კომბო იცის კომბინაცია ღილაკების დაჭერის. ხო. რაღაცა ერორი, სამკუთხედი, ოთხკუთხედი, ოთხკუთხედი X-ი და ეგეთი რაღაცებია და უბრალოდ სწრაფად უნდა გააკეთო. და ძალიან სწრაფად ვაკეთებდი რა. მართლა ვერავინ მეგონი ჩვენს გვითამაშია და კარგად თამაშობდი. ვერავინ ვერ მიგებს Mortal Kombat-ს. თუ გინდა ვითამაშოთ შევეჯიბროთ. Mortal Kombat-ი? ხო. არ მინდა. დიდათ ვერ кайფობ მოგთამაშოთ. მე ძალიან მიყვარს. ხო და რას ფიქრობდი იცი? ახალი თამაშზე თქო რა, ანუ ახალი თამაში გადამოჭედა, ხო გავსტრიმოთ თქო, მეკითხა. იმას თუ გაინტერესებთ სტრიმის ყურება თქო. ჩვენ რო თამაშობთ რა, გვიყურაონ? ხო. მაგრამ ტექნიკურად მეზარება. ანუ ჩვენც უნდა გავდიოდეთ კადრში, თამაშიც უნდა გადიოდეს. ჩვენი ხმაც იწერებოდეს. დააყენებ და იქნება და მე არც დამონტაჟება უნდა, არც არაფერი. დამონტაჟება არ უნდა ხო? ნახოთ. თუ ბევრი დაწერსო გვინდა თამაშის სტრიმების ყურებაო. PlayStation-ის. ჩვენ გვყავს ვითომ ეგეთი მაყურებელი, რომ აი დაინტერესებს. ხო და აი მე მგონია რომ არ დაინტერესებთ და ამიტომ. იქნება ახალი მაყურებელიც მოვიზიდოთ. ძველი არ დავკარგოთ. არა, ძველი რატომ უნდა დავკარგოთ ახლა? თუ არ უნდა რაღაც ყურო. ეს პოდკასტი ხო არ ზარალდება, ანუ ეს პოდკასტი დაიდება უბრალოდ შიგადაშიგ ისიც რო იყოს. ის ცალკე დავდოთ? ხო. მეთქი ნაწილი რო იყოს. არა. მეგრე არა. ხო, მაგრამ არ არის ჯობია ეს არხზე არაურიო კონტენტი და სულ არა, ვლოგზე. მუსკულები ვლოგი გვაქვს, მეგობრებო. სხვათა შორის გიოს ეთყობა დღეს რომ უძილოა, თუ რა ქვია, გამოუძინებელია. ყველაფერი დაგვავიწყდა, რომ გამოიწეროთ ჩვენი არხი. ხო. ძალიან დაგვეხმარებით. ასევე მადლობა ვისაც უკვე გამოწერილი აქვს და კომენტარებს გვიწერს და გულშემატკივრობს და Patreon-ზეც ხარჯს გვიჭერს, უღრმესი მადლობა. და გამოიწერეთ. ვისაც არ გაქვთ გამოწერილი, subscribe-ი, like-ი, კომენტარი, share-ი. Patreon-ი თქვი? ყველაფერი კაი, კი. რაღაცა ჩაი ჩხუილა და შენი ლაპარაკი არ მესმოდა, იმხედა ხმაზე ჩაი არა. კომენტარების დროა. კომენტარები გვირჩიეს ჩვენმა მაყურებლებმა. მოხდეს იტალიაზე, ხო? ხო, იტალიაზე და რაღაცები გავითვალისწინეთ სხვათა შორის. ხო. და რაც გასათვალისწინებელია მომავალში, გავითვალისწინებთ. იმიდან ვკითხულობ კრეატორიდან. მე პირდაპირ აპი გავხსნა მაშინ? ხო. ой, ახალი კომენტარია, გვანცას მოყოლილი ისტორიები ძალიან კარგიაო. მადლობა დიდი. დეა ბედოშვილი გვიწერს. მოკლედ ისეთი რჩევები არის, რომ ვინც მომავალში დაგეგმავს იტალიაში მოგზაურობას, ან არ არის ნამყოფი და აინტერესებს, იმათაც გამოადგებათ რა. გიორგი ნიკოლიშვილი გვიწერს. ჯიბებს და ჩანთებს მოუფრთხილდით, ჯიბის ბევრი ქურდია, პლუს კოლიზეუმთანაც დგანან აფერისტები და ურიგოთ შესვლას გთავაზობენ. გირჩევთ, ყველაფერი წინასწარ იყიდოთ და დაჯავშნოთ. სასიამოვნო და საინტერესო მოგზაურობას გისურვებთ. მადლობა ამ კომენტარისთვის და გავითვალისწინეთ და დავჯავშნეთ, რაც გვინდოდა მუზეუმები. ყველაფერი ვერა, იმიტომ რომ
ერთი რაც მინდოდა აღარ იყო იმის ბილეთები. ვეცდებით მაინც რამენაირად შევიდეთ, მაგრამ დანარჩენი უმრავლესობა დავიჯავშნეთ და მადლობა. რაღაცნაირად წერია ნათჯა, ესე წერია. ნათია ალბათ? ხო, ალბათ ნათია, ხო ჯეიაც არის. ხო. გირჩევდით ნეაპოლში ჩასვლას, იქ პატარა მანქანის ქირაობას და ამალფის სანაპიროს მონახულებას. ამალფის სანაპიროზე შეგიძლიათ მანქანა პარკინგზე დატოვოთ. ცოტა ძვირია, მაგრამ მეთვალყურეობაა და თვითონ აპარკინგებენ და გემით მოინახულოთ პოზიტანო. მე გირჩევდით ნეაპოლში 2 ღამეზე მეტი არ იქირავოთ სასტუმრო და სამაგიეროდ ამალფიზე ნახოთ რამე სასტუმრო ან კერძო B&B, მაგალითად აჯეროლაში პატარა სოფელია და იქიდან შეგიძლიათ პატარა ლაშქრობა მოვაწყოთ 7 კილომეტრია სულ, მაგრამ ულამაზესია. ღმერთების ბილიქს ეძახიან აჯეროლადან. ხო. ღმერთების ბილიქს მაჩვენებდი ფოტოებს. აჯეროლადან პატარა ერთდღიანი ექსკურსია შეგიძლიათ მანქანით სხვა სოფლებში და ასევე ვულკანი ვეზუვი დალაშქროთ. ან თუ დაგეზარებათ იქასთან მის ძირში მდებარე ქალაქი მუზეუმი მოინახულოთ, რომელიც ვულკანის ამოფრქვევისას განადგურდა. პომპეის გულისხმობ. მადლობა ამ რჩევებისთვის. რაღაცები გავითვალისწინეთ. ნეაპოლში ვერ მოვახერხებთ ალბათ, იმიტომ რომ რომში ჩავდივართ და მე იქიდან სალერნოში. ხო. დამეზარებოდა მე როჯერ წასვლა. სალერნოში მივდივართ და იქიდან ვაპირებთ სხვა ადგილების მონახულებას, ამალფის, პოზიტანოს, კაპრის და ასე შემდეგ. მანქანაზე ვფიქრობთ ქირაობას, მაგრამ რამდენიმე რჩევა მივიღეთ, რომ ძალიან ამ პერიოდში უკვე, როცა ჩვენ მივდივართ, იმ პერიოდში უკვე ძალიან საცობები არისო რა და ნახოთ, შევხედავთ როგორ იქნება სიტუაცია. მადლობა კიდევ ერთხელ. ლეპიდოდენდრონ 4 გვიწერს. მეც გირჩევთ ნეაპოლში ჩასვლას, ამალფის და პოზიტანოს ნახვას, ულამაზეს პატარა ქალაქებია ნაპოლთან ახლოს. ზუსტად ვიცი რომ მოგეწონებათ. ასევე სან მარინოშიც ვარ ნამყოფი, რომელიც უფრო იტალიის ჩრდილოეთით არის, ვიდრე ნაპოლი. მაგრამ ძალიან ლამაზი ადგილია. იქ აუცილებლად საბაგიროთით ციხესიმაგრეზე უნდა ახვიდეთ თუ სან მარინოში წახვალთ. ასევე ალბათ რომსაც ნახავთ. მთელი ქალაქი მუზეუმია, მთელი ქალაქი უნდა მოიაროთ. ხო, ნეაპოლზე გამეორდები რომ ალბათ ვერ მოვახერხებთ კი არა და ვერ მოვახერხებთ და რომში კაი ხანი გვაქვს. საბოდიალოთ. ხო. MZH გვიწერს, სავარაუდოდ ბევრს იხატიალებთ, წააწყდებით ენდემურ პატარ-პატარა მაღაზიებს, უამრავი ნივთებით, სადაც არ გამოგადგებათ დიდი კუპიურები. ბარათით გადახდასაც ვერ მოახერხებთ ყველგან. მინიმუმ 5 უქონლობის გამო ნივთს ვერ შეიძენთ, რომელიც მოგეწონათ და ხშირ შემთხვევაში შარმიანი ვაჭრობაში გაწაფული ქალი-კაცი გამყიდველები და გახარჯინებენ ამ მსხვილ ფულს. თუ მოახერხებთ, ნახეთ მატერა, ძალიან გავს მანასტორიტს, ქალაქს ბეჭდების მბრძანებლიდან. სასიამოვნო თავგადასავალს გიხსურებთ. მადლობა ძალიან დიდი. ხო. ეს გავითვალისწინოთ, ქეშის ამბავი, წავიღოთ. ხო. ადებილობა. იმიტომ რომ მე სოფო მითხრა, რომ ამალფიზეცო. ხო. მე მგონი იმაში ტრანსპორტში ქეშით უნდა გადაიხადო. მოკეთ წვრილი ქეში დაგჭირდება. ნაღდი ფული. ეგ რატოა იცი, რომ მე ჯიბის ქორდება ამოგაცალონა. სისტემა არის თელი ესეთ ხო, გაიძულებენ რომ ფული კონდეს თან. მოკეთ ძალიან დიდი მადლობა ამ რჩევებისთვის, რომ არ დაგეზარათ და დაგვიკომენტარეთ, აბა. ნათელიკომ დაწერა, რომ გავიგე ვასილ გაბუნია ჩამოდისო და შენ პოდკასტში ხوار აპირებ მოწევასო. ხო. ხო და დიდი ხანია ვიკონტაქტები და ვცდილობ რომ დავემთხოთ ერთმანეთს და სავარაუდოდ ივლისში შეიძლება მოხერხდეს ეგ ამბავი. მარი კრეინი გვიწერს. აუ ძალიან კარგია თქვენთან ერთად თუნდაც ერთი, მაგრამ ხარისხიანი საათის გატარება. ნამდვილები ხართ, რაც ყველაზე მთავარია და მადლობა ამისთვის. იტალიაში არ ვიცი, მაგრამ ნიუ-იორკში როცა გადაწყვეტს ჩამოსვლას ტური ჩემზე იყოსო. ვაუ, მადლობა დიდი. იმედია მალე მოხდება. ეს მარტო შენ გადაწყვეტილებაზე არ არის. ხო, ერთი ადამიანი გვიწერს წინაზე რაღაცა დესერტი უნდა გამეკეთებინა და დაწერა კომენტარში რომ გააკეთა თუ არაო, გიორგი გაგნიძე. და ჯაფარამ დაუწერა არაო. რატო დაუწერი არა? თქვენ თუ ინტრიგნები არა ხართ ორივე. იმა რომ ეს იკითხა და შენ რომ არაო დაუწერე. ანუ
ვკითხე, რომ გინდა მეთქი გავაკეთოთ ხო, მე საღამოს და არაო ჯობიაო დღესო ცოტა მსუბუქად ვიყოთო და ღამე აღარ ვჭამოთო. და ამას ვქო რომ არ გავაკეთე მე. რა? აღარ იმას ვიზამ ხოლმე, რა ქვია, შეგიცოდებ კი არა და რაც არის, ხო. და მე ნახე შენ. შეგეცოდე და არ გამაკეთებინე. ხო, აბა რომ მეთქვა რა, კი მინდა, მაგრამ თუ გეზარება არ ქნა, ხო გააკეთებდი მაინც. მე არასდროს არ მეზარება. მართლა. კაი, მაგის გაკეთებას რა უნდა მართლა? გააკეთებ დღეს. მაგას გავაკეთებ, ხა გუშინაც გავაკეთე, ის იმაზე ძალიან დავიტანჯე. კაი. ჯერ მარტო 1 საათი მანგოს ვწქვნიდე. აი, ანიკოს პის, ჩემი თაობა არის, ჩემი თაობა ხარო, მე მომწერა პოპკორნს მეწყვილობდიო. მოსტერებისთვის. თათოლიო გვიწერს, იტალია ზაფხულში ძალიან ცხელია, დიდ ქალაქებს არ გირჩევთ, გარეთ გასვლა თითქმის შეუძლებელია. სამხრეთ ნაწილს გირჩევთ ამალფი, პოზიტანო, ტოსკანა და პატარა სოფლებიც ულამაზესია, თუმცა იქაც ცხელა. ეხლა პრაღიდან ბუდაპეშტისკენ ვარ გზად და თან თქვენ გისმენთ. ვაუ. ისე გამოვიდა ერთ თვეში 3 ქვეყანაში ვიყავი, ჯამში ალბათ 80 კმ ვიარე ფეხით. ყველა ფული დავხარჯე. 876 კ ფოტო გადავიღე, რომელსაც რას ვუზამ არ ვიცი. ეხლა ბრატისლავა უნდა გავიარო და ვფიქრობ იქნება მოგზაურობა ძალიან overrated არის. დამაბრუნეთ საბურთალოზე. ჩვენ საბურთალოზე ვართ. და კომენტარიც დავუწერე, გავეცი პასუხი, რომ მეც ძალიან მინდა ეგეთი მოგზაურობა, რომ საბურთალო მომენატროს. ასე რომ, კარგია, შეირგეთ. ეხა აგრილდა? ცოტა კი, ოდნავ. აგრილდა არ ქვია. ისე აღარ ცხელა. ისე აღარ ცხელა ქვია. დააჭირა, ხო მაგრამ. თუ მე მჭერს რაღაცეები, მაინტერესებს, ობიექტურია ეს და. ეს ალები ხო. flower power-ი გვიწერს, თითქმის ყველა იტალიურ ქალაქში ვარ ნამყოფი, ფლიქსბასი საკმაოდ იაფია, ტოსკანაში არის პატარა ქალაქი ვინჩი, ემპოლიდან, რომელიც პატარა თბილისია, ავტობუსით 40 წუთში ჩახვდით, ძალიან ლამაზი და ისტორიული ადგილია. რომი დიდად არ გამისწორდა. ბევრად მომეწონა მილანი და ვერონა. ნაპოლში 2 კვირაზე მეტი ვცხოვრობდი და თუ მანდ მოხვდებით, გარიბალდის ქუჩას მოერიდეთ და ჩანთები კურტკის ქვეშ მოაქციეთ. ასევე თუ ფლორენციაში მოხვდებით, დავითის ქანდაკება აუცილებლად სანახავია. ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა ჩემზე. მუზეუმის ბილეთები წინასწარ საიტიდან შეიძინეთ. დიდი მადლობა კომენტარისთვის, მაგრამ ამდენი ქალაქის ნახვას ვერ მოვახერხებთ ფიზიკურად. მაგდენ დრო არ გვაქვს. კარგი. მეორე კომენტარი დაგვიწერა Flower Power-მა, სიმშვიდეს ასხივებთ, სასიამოვნო მოსასმენია პოდკასტია. ძალიან გვიხარია, მადლობა. ძალიან დიდი მადლობა. დღეს ვასხივებ ძალიან განსაკუთრებულ სიმშვიდეს მე. გიორგი ასხივებს ძილს. გიორგი მალანია, მე იტალიაში არ ყოფილ ვარ და პირად გამოსვლებას ვერ გაგიზიარებთ, მაგრამ engagement-ისთვის დამაკომენტარებ მაინცო. მადლობა. დიდი მადლობა. მოდით რახან მოგზაურობის გარშემო ვტრიალებთ. აქვე დავრჩეთ. ხო, და ჩვენი მაყურებლებით საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან ხოლმე. ხო, ძალიან საინტერესო ისტორიებს გვიყვებიან ხოლმე და ჩვენი აპინული კომენტარი იქნება ესეთი. რომ რომელიც დამოვიწყდება რომ დავწერო. რომელიც აუცილებლად დავიწყება რომ დაწეროს. აუპინო. მოგზაურობისას რა ისეთი საინტერესო ან სასაცილო ან უცნაური ისტორია გადაგხდენიათ, დაგვიწერეთ, მოგვიყევით. ან თქვენთვის სასიამოვნო, მოკლედ თქვენ რასაც თვლით რომ მოსაყოლად ღირს. ჩვენ წავიკითხავთ ტელევიზორში. წავიკითხავთ და გაშუქდება. გაშუქდება. დაგვიწერეთ მოკლედ. ევროპებში და საზღვარგარეთებში ბოდიალის დროს რა გადაგხდენიათ. ჩვენი არ გვაქვს. ჩვენი იტალიიდან ჩამოვართ, ხო, მე ჩვენსაც. ხო, ვეცდებით. რა პატარა ლოგივით გადავიღოთ იქ. თუ მოვახერხებთ. და შემოგთავაზოთ. მაგრამ ვეცდებით, არ დავპირდეთ. ვეცდებით, არა, მე მინდა. ვეცდებით, რომ გადავიღოთ პატარა ლოგივით და დავდოთ ჩვენი მუსკულების ვლოგზე, სადაც არაფერი არ იდება. იმიტომ რომ ეს ვლოგი თავის დროზე გაკეთდა ვარჯიშისთვის, მაგრამ არავის არ აინტერესებს შენი ვარჯიში. და ყავს ძალიან ცოტა გამომწერი. ან კონტენტი არ გვივარგა. ჩვენი ბრალიც ხო შეიძლება იყოს. შეიძლება.
ხო, ამიტომ ნელ-ნელა ვაპირებთ, რომ გადავეწყოთ მუსკულების ვლოგად. ხო. და გავხდეთ მუსკულების ვლოგი. ვერც ლაპარაკობ. მუსკულები და თუ მოვა დასტური ამაზე. არა, მუსკულების ვლოგის გაკეთება მინდა. უბრალოდ ვერ მოვაბით თავი მოკლედ რა. ხო და ეხა გვაქვს რაღაცა საბაბი. მიკროფონი უკვე საქართველოსკენ მოდის თვითფრინავით. ხო. რეკორდერსთან გამოვიწანა იტალიაში ვიყიდი. ბარემ იქ მაგიან მომიძებნია ჯერ. ახლა თუ იქნა სადმე. და მალე სტუმრით დაგიბრუნდებით. რო ჩამოვალთ ალბათ მე უკვე მოვახერხებთ სტუმრიანი რაცემის ჩაწერას. მანამდე არ მგონია. ხო. ვინ იქნება სტუმარი? ვისაც გავახსენდებით. რაღაც არ მოვიტყუოთ ახლა. რაღაცა ისინი გვაქვს მონახაზები რა. ხო, ისეთი რომ აყურებას გაეხარდეს. ხო, რა თქმა უნდა. ჯერ ეგეც ცნობები იქნება. არა, ვინმე უცნობი კი არა, ვინც არიციან. ხო. რო თქვან რომ ვინ გაიჩითა. კი. აი ეგეთი სტუმარი გეყოლიო. აუცილებლად. თან მგონია რომ ჩვენს მაყურებას გაუხარდება, ვისაც ვფიქრობთ ეს. კარგი, დავამთავროთ აი, პროფილაქტიკას დაგეტეს. მურჩა სამუშაო დღე. სამუშაო დღე კვირას მურჩა. მადლობა. მე პატრონს გამოწეროს მადლობა, მაყურებლებს მადლობა, ვინც აქამდე გიყურა. უღრმესი მადლობა. უღრმესი მადლობა და წავედით. პირდებით რომ შემდეგ ეპიზოდში ცოცხალი დაგვიბრუნდება. რა დაპირდები იქნება კიდე რამე UFC ივენთი.